ხელოვნება წოდე დავით ცხადაძე მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ დავით და ერთად უყურებდით ეხლა ვტყბებოდით თან მიმხიარულეთ სერიოზული ადამიანები არიან სერიოზული ხალხია რომლებმაც ნაწილობრივ ბავშვობის ოცნებაც აისრულეს საბჭოთა კავშირში დაბადებული გაზრდილი ადამიანები არიან და თავიანთ საქმეს აკეთებენ შრომობენ ჩემი აზრით მართლა ძალიან კარგი პროფესიონალები არიან მე ხა დიდი მუსიკათმცოდნე არ ვარო შეფასებით ნაწილში მაგრამ სხვების რეაქციები და შეფასებები მოვისმინე მათ შორის შესრულების ხარისხის თვალსაზრისითაც და მე მგონია რომ ძალიან ბევრ ტკბილ და თბილ სიტყვას იმსახურებენ ბევრი პლასტიკ უნდა ამ სიუჟეტს და ამ ადამიანების განწყობებს მათ შორის ღირებულებითი თვალსაზრისითაც და მინდა გითხოთ თქვენზე რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ სიუჟეტმაც და ამ ამბავმაც მე ამათი არსებობა კიდე დიდი მადლობა მოწვევისთვის ამათი არსებობა მე ვიცოდი მანამდე ადრეც იყო ეს პატარა როლები რაღაცები იყო და ვიცოდი მაგრამ ნუ ის რაც ვნახე ახლა რა თქმა უნდა ძალიან მომეწონა მარტო იმიტომ კი არ არის ხა მე არა ვარ მუსიკის ისე გათვითცნობიერებული მუსიკაში როგორც სასურველი იქნებოდა რომ ყოფილიყო მაგრამ მგონი რომ ცუდად არ უკრავენ მე მეორე ამბავი ის რომ რო გითხრათ ახლა ის რომ ძალიან გამიკვირდა ის როგორ შეიძლება ქუთაისში თქვა ეგეთი რაღაცა Pink Floyd-ი Deep Purple რაღაცა შეასრულა თან Imagine Dragons ყველაფერს ბღერიან ძალიან კარგად მეც არ მიკვირს იმიტომ რომ იცით როგორ რაღაც არის ჩემი აზრით ამას ნუ ჯერ ერთი რომ თქვა ქუთაის ხავს რობი კოხიანიძე და თქვა რაღაცა როკის ისტორია ეს ქუთაისისთვის უცხო არ არის როკ მუსიკა და ეს ამბავი მაგრამ ზოგადადაც ის რომ ეს ქალაქი ეს მხარე და ეს ნაწილი თქვა საქართველოს არის განსაკუთრებულად მიდრეკილი ამ ევროპისკენ ეს მთელი ისტორიაა ჩვენი ბოლოს მაგ ქალაქში ის და ყველაზე დიდი და ალბათ ყველაზე ევროპელი მეფე ეს ერთი მე მეორე ამბავი აი რა ვიცი ახლა რა გითხრათ ახლა მთელი კულტურული ცენტრები რაც იყო რომელიც სწორედ დასავლეთზე იყო ორიენტირებული და დასავლეთ ცივილიზაციაზე და კულტურაზე იყო ეგ არის რაც არის სამი კათედრალიდან პირველი შენდება მანდ კურიოზულად შეიძლება ჟღერდეს ის ამბავი, მაგრამ თუ შეიხედავთ კონგრესის ბიბლიოთეკაში, ფოტოარქივში თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ 4 ცალი ტორტი ქუთაისიდან 1802 წელს თუ 3 წელს გამომცხარი. ფოტო გადაღებული დევს ეს 4 ფოტო. ტორტი. ეს არის ტორტი ერთი საშუალო ტორტი თავისი აკვნით ქრისტესი და მთელი ამბავი გემი, ტორტი გემი რაღაც. ანუ საქმე იმაშია რომ აი ეს სწორედ ეს ევროპული კულინარია თუნდაც ხდება აი ამ სოფლიოს ინტერესის სფეროში კონგრესის ბიბლიოთეკაში შეიძლება ძალიანაც მინდა რომ კონგრესის ბიბლიოთეკაში როდესმე ვიკენდია საკაბაბიც აღმოჩნდეს ფოტოსახით მაინც მაგრამ ამ წუთაც გვაქვს ტორტი 4 ქუთაისური და ზოგადადაც როგორც აკა მორჩილაძემ შემამეგობრებმა თქვა ეს არის ქალაქი რომელსაც თავი შესწირა თბილის თუ შეიძლება ესე ითქვას მთელი აი ეს ჩვენი რითაც თავს ვიწონებთ იქნება ეს მეცნიერება იქნება ეს ხელოვნების ყველა დარგი ლიტერატურა მხატვრობა რა ვიცი ყველაფერი მოდიან იქიდან ეს ხალხი მოდიან რომელთაც აი რასაც ჩვენ მივტირი და რასაც ჩვენ ვისთვისასკენ ისი მობრუნებაც ჩვენ გვინდა ისი აღდგენა ჩვენ გვინდა ეს სწორედ აი ამ ქალაქთან დაკავშირებული ამბავი დღესაც ბოლოს რო ვიყავი მოუჭრა ჩემი თვალი იმ ქალაქშენებლობით რაღაცა ერთმა საშინელებამ რომელიც აი ქუთაისის აი ხელუხლებელ ქსოვილს შეეხო აი ფანტასტიკური ქალაქი იყო არაჩვეულებრივად ევროპული ქალაქი საიდანაც მოდის ქართული კინო თავისი კინოთეატრი და თავისი ვასილ ამაშუკელი რა ვიცი აი ყველაფერი აი უამრავი ამბავი აი დაკავშირებული არის ამასთან პირადად მე რაც მე შემეხება თქო ბავშვობიდან იგივე დოდესაც აი ჩვენ საბჭოთა კავშირში სწორედ აი ჩემი თაობა ეს ხალხი ვინც ამას ასრულებს ამ სიმღერებს აი ეს არის შევებოდა თბილისში ფირფიტები დისკებს რო უძახდით მაშინ დღეს ვინილები რო ქვია და აი ჩემი ნაცნობები ნათესები რაღაცნაირად ახერხებდა რომ ქუთაისიდან მომდიოდა ყოველ შემთხვევაში ეს ფირფიტები და ქუთაისიდან შემოდიოდა იგივე როკ მუსიკა თქვა ჩემ ცხოვრებაში და ამიტომ ის რომ თქვა აი ეს აი ამ თაობაში ეს ხალხი არსებობს და ესეთ მუსიკას ასრულებენ და ესეთ სიყვარულით ასრულებენ თან რაც თავარია და მიზანი მართლაც ეს არის მხოლოდ ქართული და მხოლოდ დასავლური მუსიკა ეს არა მარტო ამ ხალხის მსოფლმხედველობაზე, ანუ ზოგადად ჩვენს მისწრაფებებზე ლაპარაკობს ეს ჩვეულებრივი რიგითი საქართველოს მოქალაქეები, ქუთაისის მოქალაქეები, რომელთაც ყველაზე მთავარი არის ქართული და ევროპული. რატო არ ასრულებენ რუსულს თვითონაც თქვა ძალიან კარგად ეს ყველაფერი და გასაგები იყო. ამიტომ
ის რაც ახლა ხდება, რაც ჩვენ ახლა ეს მოვისმინეთ, უბრალოდ ძალიან სასიხარულოა, როკი ეს მუსიკის ის ნაწილია და ის სფეროა, სადაც ყველაზე კარგად ახერხებდნენ მუსიკოსები თავიანთი თავის წარმოჩენას, თავიანთი სათქმელის თქმას, თავიანთი პროტესტის თქმას, როკი ხო პროტესტანაა ძირითადად დაკავშირებული. იქნება ეს თუნდაც Pink Floyd-ის ის სიმღერა, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რაც გინდა, რა ვიცი, ნებისმიერი რამე და სწორედ ეს ჟანრი რო აქვს არჩეული და სწორედ აი ამ ჟანრში ცდილობენ თავისი ინსტრუმენტებით აი ამის ყველაფრის შესრულებას. მაგალითად ახლა მახსენდება კურიოზული ვიდეოები არის, როგორც ცდილობენ რუსები შეასრულონ ბიტლები, მაგალითად ბალალაიკაზე. ნუ ძალიან კომიკურად ჟღერს ეს ყველაფერი ხა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეხლა სადაც ბასფანდური და სად თუ დაკარგა. საერთოდ ბასფანდური თუ არსებობდა, არ ვიცი, სიმღერა გითხრათ. იმდენად ოსტატურად და იმდენად ჰარმონიულად შემოხავთ. ძალიან მუსიკალურები არიან. ეს თვითონ ძალიან მუსიკალურები არიან და ეს მათი მუსიკალურობა არის ის, რომ ის აი ამ ნებისმიერ ის ხალხი მინახავს ბოთლებზე უკრავს გადასარევად და ეხლა ნახავ ბასფანდური აღარ გახდა, დაუგრავს როგორც იქნება, მაგრამ ის რაც ახლა ვნახეთ, ეს არის სწორედ აი 21 საუკუნეში ქართული დასავლური მისწრაფების თუ მიდრეკილების ერთი საუკეთესო გადასარევი მაგალითი. და კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ნებისმიერ ასაკში საუკეთესო ფორმა შეიძლება იყო რაღაც კარგი. კი ბატონო, და გაგები და ჩვენ ვნახეთ ადამიანები თავად ასაკს ასახელებდნენ ამ შემთხვევაში და არ იქნება რაღაც ისეთი გაურკვეველი, რომლებიც თან თავენ საქმეს აკეთებენ, შრომობენ. ეს არ არის მხოლოდ მათი კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ნაწილი, მაგრამ ფაქტია, რომ აი ტრიულადას ფული რა უნდა კი არ არის, ასე ვთქვათ, მათ შორის მოთხოვნების დონეზეც. ალბათ ყველაფერს თავის დრო და ადგილი აქვს და სიტუაციას, მაგრამ მართლა გულით რასაც მღერიან და რაც მართლა ძალიან კარგად გამოდით ამავე დროს დაინტერესებთ, ეთყობა ხო, რომ აი შესრულების ძალისხმევასაც რა უფრო მოწოთ ბავშვობიდან. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ მე არა ვარ მუსიკაში გაცნობიერებული, მაგრამ იგივე ჩემ შულს ვკითხეთ წამოსვლის წინ რაღაც შევიხსენე ეს ისტორია, თქვა რა იყო. თბილისში რომ იმღერეს რიგოლეტოს პრემიერიდან 2 წელიწადში რიგოლეტო, მე ქუთაისში ჩაიტანეს ეს სპექტაკლი, ქუთაისში შეასრულეს ეს სიმღერა. ოპერა, ვერდის ოპერა რიგოლეტო შეასრულეს ქუთაისში. ზოგადადაც როგორც მუსიკათმცოდნეები და მუსიკოსები ამბობენ, იტალიურ სიმღერას, კანცონეს, აქ ძალიან დიდი გავლენა იმას, რასაც ქუთაისური სიმღერა, ბანტიან გიტარაზე შესრულებული სიმღერები, ეწოდება იგივე იშხნელები, რასაც აკეთებენ, აი ის გაშლა თუნდაც ხმებში და თქვა ის ჰარმონია, რასაც მოდის იტალიურიდან, ანუ თლიანად მიდრეკილები ვართ იმისკენ, რომ თლიანად შევისხლოთ ისაც არის დასავლური კულტურა და სამხრეთ ევროპული კულტურა, რაც არის იტალიური რაღაცა და თვითონ ევროპელებს რაც ყველაზე მეტად მოწონთ, ეს არის მოვლენა, როგორ ახდენს მიღებას, აბსორბაციას, შეთვისებას და სრულიად ახალ პროდუქტს ქმნის ქართული კულტურა ამ თვალსაზრისით. ეს არის, ანუ რაღაცის ასლი კი არ არის, არამედ ზუსტად ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილზე ხვდება დიდი კულტურა. აბსოლუტურად მართალია ვზანდებთ, იმიტომ რომ იგივე თქვათ, იგივე ჩვენ ქრისტიანულ მატერიალურ კულტურას რო გადავალოთ, და ჩვენ ქართულ ქრისტიანობას რო გადავალოთ, როგორ მოახერხეს ქართველებმა, რომ შექმნეს ის რაც ქართული მონუმენტური არქიტექტურა, რასაც ქვია, ქართული ხელნაწერები, რასაც ქვია, გელათის ოთხთავი, რასაც ქვია, ჯრუჭი და იმერეთ დამოწეს ყველაფერი ბოზდაბოს. რასაც კედლის გელათი რასაც ქვია, სადაც მოზაიკა გაქვს ეს რა, საშინელ მდგომარეობაშია ეს ყველაფერი, მაგრამ აი ეს ყველაფერი ამას ეს ქართველმა მიიღო და მოაქცია თავის წესზე, თავის ხელი არ უხლია არაფრისთვის, ეს დოგმათ იქნება მიღებული, მაგრამ წარმოიშვა ეს ასაც ქვია ქართული ქრისტიანობა, ქართულად წირვა ლოცვა აღესრულებისო, როგორც ამბობს ამას გრიგოლ ხანძთელი და ნუ აი რა ვიცი ახლა ნუ ეს ერთი პატარა დეტალიც ჩვენი აი ამ რაღაცა სოფხედულო ისტორიული სოფხედულის ძალიან კარგი ლეონტი მროველი მაგრამ კიდევ ერთი რამ რაც ახლა ქუთაისს უკავშირდება ამ შემთხვევაში ოდნავ შევცვალოთ ასე ვთქვათ პროფილი ჩვენი საუბრის ქუთაისზე რაც ახსენეთ იმ ჩამონათვალში ჩანდა კიდეც და ფიგურირებდა შემდგომში უკვე 30-იანი და შემდგომი წლების თბილისის ანუ საქართველოს დედაქალაქის კულტურული სამეცნიერო ელიტა ვისგანაც დაკომპლექტდა და როგორც აიგო და მათ შორის საუნივერსიტეტო საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ახსენოთ და რადგან ახლა ჩვენ ვართ იმ ფაზაში, როდესაც ბარბაროსული მეთოდებით მიიღება გადაწყვეტილებები არ მიჭირს ამ ზმნის ამ შეფასების ამ ზეცერთავის ხმარება რამდენადაც ვიღაცა გადმოდგა თქვა
რომ ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამაზე, ესე იქნება. ეხლა მოყვარა ამას რეაქცია რაღაც ნაწილში, რომელსაც მეტნაკლებად შეიძლება კიდე ანგარიშ უწევენ, თორე ისე ხო არაფერს აღარ უწევენ. თითქოს ანგარიშს მოაყოლეს, რომ ჩვენ გვექნება საუბრებიო მერე, რომ მათი ინტერესები გათვალისწინებული იყოსო, მაგრამ ის, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომელზეც რეაქცია გქონდა და გვაქვს და უნდა გქონდეს როგორც საზოგადოებას. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ამ ქვეყანას ბოლშევიკების შემოსვლაც უნახავთ და საგანმანათლებლო სისტემის ნგრევა და მერე თავიდან რაღაც აშენება, ბევრი რამე გვინახავს. ეს ეხა რაც ხდება, რა შეიძლება დაერქვას ამას. რატო კეთდება? მე თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი იმას, რომ სიტყვა რეფორმა, რომელიც მე შეიცვალა დეფორმას უწოდება, არანაირი რეფორმა და დეფორმა არ არის, ეს დაშლა დანგრევა. მეტი არაფერი არ არის. ეს არის, ანუ ეს არის მიზანმიმართული მოქმედება იმისთვის, რომ მოიშალოს ყველაფერი. ეხლა როგორც კი შენ საგანმანათლებლო სისტემას ეხები და ის რასაც აპირებენ და მაგეთებენ ამას ფაქტია, ხო? ეხლა არანაირი თქვათ იქ დაპირებები ამას ვერ შეცვლის, ეს მთლიანად მოანგრევს ჩვენ განათლების სისტემას, მთლიანად, რომელიც იცით როგორ არის, აი ეხლა ამ გაერთიანებაზე რო ლაპარაკობენ, ეს გაერთიანებებს ძალიან ადრეს მიუმართავ და გეტყვით როდის, ეხლა როდესაც მათ მოიგეს არჩევნების მოგების წინ საარჩევნო სააგიტაციო ფორმად ჰქონდათ ერთი ის ტყუილი, რაც მოიგონეს ჩვენთან დაკავშირებით. მაგალითად, ის მოიგონეს ის, რომ ვაპირებდით თითქოს თეატრალური აკადემიის და კონსერვატორიის გაერთიანებას და რაღაცა მახსოვს ძალიან კარგად, ამიტომ რძის კომბინატში უნდა ეს რძის კომბინატი არსებობს, საერთოდ არც ვიცოდი, საერთოდ. ანუ ეგეთი ტყუილი მოიგონეს. მოიგონეს, რომ სტატუს ჩამოართვენ, ისე გადარიეს ეს ახალგაზრდები, რომ ვერაფრით ვერ ვაჯერებდი, ვერაფრით ვერ ვხსნიდი, რომ ჩვენ 2013-დან თუ თქვა მოხდებოდა ის. რასაც ფიქრობდით, იზრდებოდა ბიუჯეტი ორჯერ, მეტი დამოუკიდებლობა ენიჭებოდა უნივერსიტეტებს, მეტი სახელმწიფოს ხელშეწყობის ფონზე, მაგრამ ეს აგიტაცია ის რომ ესენი აპირებენ გაერთიანებას და მონგრევას მთელი აი ამის ყველაფერს ეს გამოიყენეს ეხლა აერთიანებენ რასაკეთებენ ეხლა ვერ ხვდები ეხებიან ორ უმნიშვნელოვანეს მართლაც არტერიულად მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ცენტრებს რომელთა გაერთიანება მათ გაქრობას ნიშნავს ზოგადადაც ის თქვა იგივე რაც ბათუმის ტექნოლოგიური ამერიკული უნივერსიტეტი რაც კეთდებოდა მახსოვს მე რა კეთდებოდა და ზუსტად ვიცი რა უნდა ყოფილიყო გააჩერეს დაანგრიეს დააიხსნეს ну აი ძირითადად ბოლო 14 წელი საქართველოში მიდის მიზანმიმართული ნგრევა ყველაფრის და ყველას აბსოლუტურად. ამიტომ რაღაცა რეფორმაზე, რაღაცა იმაზე ეს არის მათი მოქმედების ლეგიტიმიზაცია. მე ესე ვფიქრობ, თუ კი ჩვენ როგორც რეფორმაზე ვილაპარაკთ, ანალიზი რეფორმა ეს არ არის. ეს არის რაღაცა დანგრევა, მეტი არაფერი. აი ეს უნდა შევხედოთ, რომ აი ანგრევენ, всё მორჩა, მე არაფერი არ არის. ხო, მაგრამ ეს ხო ამავე დროს ძალიან ცოცხალი სხეულია და ორგანიზმია, რომელსაც შენთვის ყოველთვის შედარებით უმტკივნეულო შედეგი არ ექნება, ხო? ამის მაგალითი არის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებელისა და მათი დამოკიდებულება და განწყობა. ხას იმიტომ უსვავ, რომ ზოგადად ძირითადში მაინც ამ კონტინგენტის ამ ადამიანების განწყობა ნეიტრალურად რო ვთქვა, ლოიალური იყო, იქ არის რაღაცა ერთი ნაწილი, რომელიც ძალიან აქტიურ საყრდენს წარმოადგენდა ქართული ოცნების, მათ შორის იდეოლოგიური უზრუნველყოფისთვისაც. ხოლო მათი რექტორი საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი დამრტყმელი ძალა იყო ამ მომენტამდე. ახლაც, ისე იქცევა, რომ ასე ვთქვათ, ცდილობს ასე ვთქვათ, გადაიყვანოს შედარებით ჩვეულებრივობის ფორმატში, რომ აი ვილაპარაკებთ, არავის ინტერესები არ შეიძლება ელაპარაკება ხალხს, რომლებიც დეკადებია, რაც მუშაობენ, გამოუვლია ძალიან ბევრი პრობლემა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ძალიან კარგად ხვდებიან, რას ნიშნავს ეს პირობითი გაერთიანება, როცა სხვა შორის არა მარტო ტექნიკური უნივერსიტეტი, თავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ან თესეუც კი იურიდიულად გაუქმდება და რაღაც ახალი იურიდიული სუბიექტი შეიქმნება, რაც მათ შორის არა მარტო ამ პროფესორ მასწავლებლებთან საკონტრაქტო ვალდებულებებს აუქმებს, არამედ იმ ქონებებთან მიმართებაში პრობლემებსაც შექმნის, რომელიც თუნდაც უზუფრუქტის წესით ამ უმაღლეს სასწავლებლებს აქვს სახელმწიფოს მიერ გადაცემული. ანუ ბევრი პლასტია ამ შემთხვევაში. ხო, აი მე უამრავი კი ეს მესმის ვკითხულობ
ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაინც ვარ იმ აზრზე, რომ უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ მიზანმიმართული მოქმედება ახალგაზრდების მიმართ. ქართული საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის შრის მიმართ. რომ გადაგიტანონ ყურადღება, რაღაცა გაფიქრონ, რაღაცა იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ახლა კიდევ ხსნიდეთ კარს, შემოგვყავდეს ეს დასავლური ცოდნა, დასავლური განათლება, ჩვენ ისიც ჩავკეტეთ, რაც გვაქვს, იმასაც ვანგრევთ. ნუ რაღაცა თითქოს რაღაცა შენობებზეა ლაპარაკი, რაღაცა ეს ყველაფერი კი, ალბათ ეგრეც არის, მაგრამ მე უბრალოდ მენანება ის, რომ დაანგრევა სჭირდება ერთი წუთი, აშენება სჭირდება თაობები. და რა ვქნათ ახლა ამ შემთხვევაში მე რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცი კიდევ მეორე მე მქონია შეხება როგორც ქართველებთან ასევე უცხოელ ახალგაზრდებთან ჩვენი ახალგაზრდები საკმაოდ შორს არიან იმ სტანდარტისგან რომელიც მე მინდა რომ გქონდეთ მათ ეს მათი ბრალი არ არის ეხლა ის რაც საგვაქვს იმასაც თუ თქვა და ეს რაღაცა ჯერ ხო ამას შეიძლება უამრავი დრო და რა ვიცი კამათი საუბარი დებატი იმის შესახებ რა შეიძლება გაერთიანებინა ესე ერთი ხელის მოსმით ესე გაკეთება თან არ ვიცი რაღაცა იხსენებენ იმას რომ რა ქნეს მაშინ რა გაკეთდა მაშინ რა გაკეთდა მაშინ და გაკეთდა ის რომ შეიქმნა თავისუფალი უნივერსიტეტები დამოუკიდებელი თავისი ის ხალხი დასავლეთზე ორიენტირებული ახალგაზრდები სწორედ აი ამ უნივერსიტეტებიდან მოდიან კაც ძირითადად ხო იქ თავისუფალი აზრი სადაც არსებობს აი მაგ მაგათან შეხება და ვიცი რა ხალხია და ვინ არიან და როგორ არიან რა უნდათ ეხა უნდათ რომ რა თქმა უნდა ეს გამოიწვევს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას ნაცვლად იმისა რომ გაგვეზარდ ნაცვლად იმისა თავად პროფესორ მასწავლებელთა კონტინგენტის შემცირება ეგეც შემცირება ყველა ვარიანტში მინიმუმ დუბლირება მოხდება როგორც პოზიციების ასე შემცირება რა თქმა უნდა შემცირება მით უმეტეს უფასოზე დაზოგვასაც ეწევიან უფასოზე როცა ლაპარაკობენ ეს ხო ნიშნავს იმას რომ უნდა შემცირდეს რაოდენობა სტუდენტების ხო ამ უფასოთი რომ უნდა და საბოლოო ჯამში ისინი გეუბნებიან რომ შენ დასავლეთში სასწავლად ვერ წახვალ და წახვალ მოსკოვში. კი. აი ეს უნდა. ანუ ეს გახვალ მოსკოვიდან ძალიან გააქტიურებულები არიან. ხო, ნუ რაღაცა გრანტებს აძლევენ ვიღაცებს. ეს გახლავთ იმ აი ამ საბჭოთა ჯართი თავისი ყველაფრით. ეს ამ ჯართით რა ვიცი ვერ წავალთ, ვერსად ვერ წავალთ. ჯერი საბჭოთა კავშირი რა ჯანდაბა იყო და მოსკოვში წავალთ რა. ხო და მაგრამ ნუ იქაც ვერ წავლენ, იქაც ვერ ეხლა მაგალითად აი როგორც შემოიღეს სკოლებში სავადებლად რუსული ენის სწავლა, იქ რაღაცა უნდა ჩააბანონ კიდე ზაგამოსთა კიდე რაღაცა არ ვიცი, ნუ აი რა ვთქვა, ნუ ეს ტოტალური ნგრევა, რა ვიცი, რომის საიდანაც მე გამოსავალს ამ გრევის პარალელურად სიტყვა ახსენეთ, ეხლა თქვენ აი ტოტალური ნგრევა, მაგრამ თავად ეს პროცესიც ტოტალიტარიზმისკენ მავალი გზა არის თუ არა? ამ სიტყვებს ჩვენ ყოველთვის ფრთხილად ვეპყრობით, უფრო ავტორიტარიზმს ვეთამაშებით და ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია ამ ტერმინებს უფრო ხმარობთ ამ ეტაპზე, მაგრამ იმისთვის რომ ავტორიტარიზმში მორჩილი ხალხი ყავდეს, დიდხანს მაინც გაგიჭირდება ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელიც რესურსებით არ არის მდიდარი. განსაკუთრებით ისეთ უიდეო ხელისუფლების ხელში, როგორც ივანიშვილის რეჟიმია. ქმნის თუ არა ეს საფრთხეს, მათ შორის აი განათლების სისტემის ამდაგვარი დეფორმით უკვე ტოტალიტარიზმში არ მივგორდეთ. ნუ კითხვაც აღარ არის საჭირო მაგ კითხვის დასმა იმის გამომდინარე საგრანტო კანონებისგან ის მიღებასაც აპირებს. სულ ნამდვილად ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი რაღაცას აპირებენ, რაღაცა საოცრებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ელემენტარულად რეალურად სუნთქვა უნდა გაგიკონტროლონ ეს. სუნთქვა ელემენტარულად ის მაგალითები, რაც თქვენ დასაწყისში კარგი მაგალითი, 4 მაგალითი მოიყვანეთ მაშინ, როცა თქვით, რომ აი რა შემთხვევაში შეიძლება რიგი საქართველოს რიგითი მოქალაქე აღმოჩნდეს 6 წლის ციხეში. ეს რაღაცა საგიჟეთია სულთან, ხო? ნამდვილი, ხო? ვისაც არ უნახავს ურჩევ რომ გადაახვევს. ნახონ ეს კონკრეტული ჩვეულებრივი ადამიანებისა და პროფესიების მაგალითი არის რა შეიძლება. ჩვეულებრივად არაფერი იგივე მეღვინე, კახელი, მეღვინე, ვანოს პროდუქცია არავის არ ჭირდება რუსეთში იმ სახით, რა სახითაც ის ახლა აწარმოებს. იქ ყველაფერი მიდის. აბსოლუტურად. ეს ღვინო ხო რა ისთვის გვინდა იმისთვის რომ შევინაჩვენოთ ჩვენი კულტურა. ოღონდ შეიძლება მიდიოდეს ისე რომ შემდეგ ერთ-დღესვე შეწყდეს ეს ხოლმე. რა თქმა უნდა. როგორც არაერთხელ მოვიდა. რა არ მოეწონება და ჩაუნაცვლებია ფალსიფიცირებული კლიენტები. სხვა შორის ამისი ასე თქვა ცნობები ამის თაობაზე უკვე მოდის არა მარტო ღვინოსთან მიმართებაში. რა გასაკვირს სულაც არ არის გასაკვირი. საქართველოში წარმოებულ არა ალკოჰოლურ სასმელთან მიმართებაში. თქვა პროდუქცია მაღაზიაში სურუსული ყველაფერი აბსოლუტურად.
წიწიბურიდან დაწყებული, რა ვიცი, ითი დამთავრებული, ყველაფრით, ხო? აი, ამის საწინააღმდეგო პროდუქციის, მაგრამ მთლიანად რუსულ ბაზარზე როცა ხარ მიბმული, იქნება ეს წიწიბურა თუ იქნება ეს განათლება, ეს ხო კატასტროფას ნიშნავს აბსოლუტურად. იგივე საბჭოთა კავშირის დროს თუ კი ვიღაცა ჩვენ თაობაშიც მაგალითად ღებულობდა რუსეთში განათლებაზე, ითვლებოდა რომ რუსეთში განათლება თქო სამედიცინო ან რაღაცა დაამთავრა, MGU დაამთავრა, რაღაცა დაამთავრა და ეს იყო რაღაცა კარგი. ნუ იგივე ის რუსული განათლების სისტემა რაც იყო, ეს იყო ნაშთი იმისი რაც იყო მეფის დროს. იმის მე რაღაცა მე რამდენი რაღაცა დედი იყო თქვა რაღაცა ხო წითელმა პროფესორამ წალეკა მაშინ საბჭოთა კავშირიდან. თუმცა შემდეგ რაღაც მეცნიერების გარკვეული დარგები რომ რა თქმა უნდა, ეხლა მის რაღაცა რაც მაგათი რაც თოფთან და სოლასთან იყო ფიზიკა, მექანიკა კი ბატონო, მაგრამ დაანჩენი იგივე თქვა თავისუფლად შემიძლია გითხრათ სახელოვნებაცოდნეობის სკოლა, რომელსაც მე წარმოვადგენ, ბევრად მაღალ დონეზე იყო ჩვენი ქართული ვიდრე რუსული. კი. ბევრად მაღალ დონეზე იყო. ამიტომ ნუ აი რა გითხრათ, აბა რაღაცა ნუ სათქმელიც კი აღარ დარჩა თითქოს.